ია ნინის საყვარლო გაზრდა კი არა საქმე აღზრდა მთავარი მშობლები არ არიან აღზრდილი და შვილები რა იქნებიან არც მიკვირს ჩემო ნინი გეთანხმებით ვიფასო აი ეგრეა დედა რომ ბავშვს მე არ ვარ ხო იცით ახლა იმისკენ მიდრეკილი რომ ვინმე შენიშვნა მისცე მაგრამ საჭიროა თუნდაც საკუთარ თავს საჭიროა რომ ზოგჯერ შენიშვნა მივცეთ საჭიროა რომ აუხსნათ საჭიროა რომ ვუთხრათ იმიტომ კი არა რომ ვიღაცა გავაკრიტიკოთ და მაგისთვის ცუდი გვინდოდეს არა კრიტიკის მიზნით არა მე არასდროს კრიტიკის მიზნით ადამიანს შენიშვნას არ ვაძლევ იმიტომ რომ კრიტიკას არაფერი არ მოაქვს კარგი მე შენიშვნას იმიტომ ვაძლევ თუნდაც ჩემ თავს და ჩემ შვილს და ჩემს ახლობელ ადამიანს რომ ხა მაგალითად აი ნახე ბავშვი მე ვიცვლდი ტანსაცმელს ხო გახთილი ვიყავი ხალი მაისურს ვიხდიდი ხო და გამდამიწია ბავშვმა ფარდა ერთხელ მეორე კაბასაც ვიზომავდი ანუ შარვალს ვიწევდი ვიხდიდი იმიტომ რომ შარვალზე ვერ ვხერა კი მეზარება ხოლმე ძალიან შარვლის გახდა ერთი კი ვიფიქრე ხო არ მეცოს ეს შარვალი და ისე ხო არ შევხედა იმ კაბას ხო მაინც არ ვიყიდიდი იმ კაბას ძალიან მომეწონა ბერშკაში ულამაზესი კაბა იყო ძალიან მიხდებოდა მაგრამ ესე როგორი იყო იცი ნაჭრისა რა ტანზე მომდგარი და მე რო დავიკლებ აი რო ჩავარდება რა ანუ ტანს არ მიყვება 75 ლარი ვიდა და ხა რაღაც შუალედური შედეგისთვის მაგას ვერ ვიყიდიდი რა ხო ხდები და მაგრამ მაინც არ მინდოდა რომ შემეხედა ისე ძალიან მიხდებოდა ეს დილამაზე ვიყავი და ამ დროს გადამიწია ამ ბავშვმა ეს შარვალს რო ვიხდიდი ხო დედა იქ დგას ანუ ხო უნდა უთხრას რომ დედა ადამიანი იცვლის ანუ მე აუცილებლად ვეტყვი ამას ევას ადამიანი იცვლის დედა და ნახე არ შეიძლება მას შერწყვეს შეიძლება ის სხვა ადამიანმა დაინახონ და მას არ ესიამოვნოს იმიტომ აი იქ შესული რომ სოფმა არ უნდა დაინახონ ადამიანი როგორ იცვლის და შენ არ მიხვიდე და დეიდას არ გადაუწიო ფარდა ანუ განა ბავშვმა არ შეიძლება იქ გააკეთოს როგორ არა ბავშვმა ხო არ იცის ეგ მაგრამ მე რო იქ დგავარ უყურებ და არაფერს ვეუბნები მე ხო ვიცი არ მე რო უთხრა რომ დავტოვოთ ახლა ეს აქ ჩვენ და ბავშვი ეუბნება ხო დედა ჩვენ ხო ვიღაცა გამყიდველები არ ვართ რომ ჩვენ წავიღოთ და დავაბრუნოთ ანუ ეხლა ეს ბავშვმა საიდან მოიტანა ეს ფრაზა ჩვენ არ ვართ ვიღაცა გამყიდველები ანუ 1000 წელი არ მოვა ბავშვს აი ეგ ფრაზა თვითონ ტვინში თუ გაგონილი არ აქვს ისგან ხო და იცი რა როგორც უნდა წარმატებული იყო და რამდენიც არ უნდა ფული კონდეს და როგორც არ უნდა წარმატებაში ზდიდეს შენ შვილს და იზრდებოდე არასოდეს აი მაგ გაგებით შენი შვილი არ უნდა გაზარდო იმიტომ რომ შენი შვილისთვის ეგ არის უბედურება იმიტომ რომ ადამიანი იზრდება ისე სხვა ადამიანების არ ესმის სხვა ადამიანების შრომას არ აფასებს ანუ და თავს უკვე ამეტებს იმითი სხვას რაც თვითონ არც კი შეუქმნია თვითონ რო შექმნის ადამიანი მე ესე მჯერა სხვას თავს არ გადაამეტებს იმიტომ რომ იცის თვითონ რაც საიდან მოდის მაგრამ რო დაიბადა ფუფუნებაში მან არ იცის ანუ გონია რომ ეს მოცემულობაა მაგას ეგ არ შეუქმნია და არ იცის და თუ შენ ზდი ისე რომ აი ვიღაცა ქვემდგომია იმიტომ რომ იაფად შრომობს და შენ ზემდგომი ხარ იმიტომ რომ თითარ ოჯახში დაიბადე შენ ისეთ აზროვნებას უნერგავ შენ შვილს რომ ეს ადამიანობა არ არის და თუ შენ შვილს ადამიანურ აზროვნებას არ ჩაუნერგავ ის ადამიანი ვერ იქნება და ვერც ბედნიერი ვერ იქნება არა მარტო სხვებისთვის არის ცუდი სხვებს მიაყენებს ზიანს არამედ თავისთვისაც ცუდია მაგრამ შენ როცა ამას ასწავლი შენ შვილს შენც არ იცი როგორც ია ამბობს ხო ავეთ იმიტომ აი რომ ძალიან ბევრს შვილის აღზრდა გონია ესე გავაჩინე გაიზარდა სახლი გამოვგავე საჭმელი გავაჭამე აი ეგ ყველა ადამიანი არის დასაფასებელი ყველა ადამიანი ვინც შრომობს არის დასაფასებელი ჩვენ არ ვირჩევთ არც ჩვენს გარეგნობას არც ეროვნებას არც კანის ფერს არაფერს ჩვენ არ ვირჩევთ როგორები ვიყოთ არც გემოვნებას არც სიყვარულს ჩვენ არ ვირჩევთ იმას როგორები ვიყოთ
არც სოციალურ მდგომარეობას, რომელშიც დავიბადეთ, ხო? მაგრამ ჩვენ როგორ ცხოვრობთ მერე? აი ამას ჩვენ ვირჩევთ. შრომობთ თუ არა, ყოველდღიურად, დისციპლინირებულად. ვაკეთებთ თუ არა ყველაფერს, რაც შეგვიძლია, ამას ჩვენ ვირჩევთ. და ეს ჩვენი ქცევა უკვე ჩვენ განგვსაზღვრავს. ამიტომ მე არასდროს არ გამსჭი ადამიანს გარეგნობით, ან არაფრით იმით, რაც მისი, ასე ვთქვათ, არც ბრალია და არც დამსახურება, ანუ ვიღაცის ბრალი არ არის, რომ ვთქვათ, ისეთი გარეგნობით არ დაიბადა, ან ვიღაცის დამსახურება არ არის, რომ 10-დან 10 გარეგნობით დაიბადა, მაგრამ თქვენ რომ ნახოთ, ადამიანები, რომლებიც არც ისეთი კაი გარეგნობით დაიბადნენ, ადამიანები, რომლებიც ძალიან კაი გარეგნობით დაიბადნენ, 18 წლისები, რამხელა განსხვავებაა მათ შორის და თქვენ რომ ნახოთ უკვე ჩემს ასაკში 30 პლუს 35-40 წლის ასაკში ის ადამიანი, ვინც შეიძლება შესანიშნავი მონაცემით არ დაიბადა, მაგრამ მოზომოდი შრომა თავის თავზე იდეალურად გამოიყურება, ბევრად უკეთ გამოიყურება ვიდრე იყო, ხოლო ის ადამიანი, ვინც შეიძლება კარგი მონაცემით დაიბადა ძალიან, მაგრამ არაფერი არ გააკეთა და არ გაუმჯობესა, ძალიან ცუდი მონაცემით, ცუდად გამოიყურება ახლა. ანუ გარეგნობას ახასიათებს ეს, რომ იცვლება და იკარგება. ან უმჯობესდება და უკეთესდება. აი, აქ უკვე არის ჩვენი წვლილი, ხო? მე რა შევხედავ ადამიანს, შემიძლია დავასკვნო, რომ ეს ადამიანი საკუთარ თავზე მუშაობს. იქნება ეს გონებრივად, ფიზიკურად, ანუ ეკონომიურად, ყველანაირად, ხო? და მე შემიძლია ეს ადამიანი ჩემ თავთან შევაქო. თუ ვხედავ, რომ ადამიანი არ მუშაობს საკუთარ თავზე, მე მას არ ვლანძღავ, არ გამსჭი, მე ვფიქრობ, რომ ვინც ის რა მდგომარეობა აქვს. მეც მქონდა ისეთი პერიოდი, როცა წლები უბრალოდ საწოლიდან ადგომა იყო ჩემთვის პრობლემა, ხო? და ხა ვიღაცა შეიძლება ეფიქრა, რომ უსაქმურიაო, მაგრამ მე მთელი ჩემი გარდატეხა მაშინ მოხდა უდიდესი, რაზეც ახლა დღეს ვდგევარ და ყველაც ვიდგები, ხო? ამიტომ ვიცი, რომ ადამიანები არაფრით არ უნდა განსაჯო. არაფრით. და ისიც ვიცი, ჩვენზე მეტყველებს მხოლოდ ჩვენი საქციელი. და გადაწყვეტილებები და არჩევანი. ეგ. ნინი, ძალიან დიდი მადლობა ჩემო ძვირფასო ასეთი სიტყვებისთვის მოგვიანებით ნახე შენი მოლოცა. მადლობა ძვირფასო მივხვდი რომ ნანახი არ ქონდა, რადგან წინა ვიდეოზე დამიკომენტარი და ესე იგი წინა ვიდეო ქონდა ნანახი. ნარგიზა, მოგესალმები, ნინი ძალიან ნიჭიერი და საღად მოაზროვნე გოგო ხარ. ბაიმე, დიდი მადლობა. დიდი ხანია რაც გიყურებ და მსიამოვნეს თქვენი მოსმენა. ოჯახს დაგილოცავ ჩემო კარგო სრული შემადგენლობით. მიყვარხარ ჩემო ნინი. უამრავ წარმატებებს გისურვებ საყვარელო. ძალიან დიდი მადლობა ძვირფასო. ოჯახის დალოცვისთვის, იმიტომ რომ ამაზე ძვირფასი ჩვენ არაფერი გაგვაჩნია. ჩვენი უახლოესი და საყვარელი ადამიანები და ძალიან დიდი მადლობა, რომ ხედავ ჩემს სულს, გულს და იმას, თუ მე როგორი ადამიანი ვარ. უღრმესი მადლობა ამისთვის. ძალიან მადლიერი ვარ. რუსო, ნი კომენტარებში მეც მოხდი, როგორ მესიამოვნა. ძალიან მიხარია ძვირფასო, კიდევ მოხდი. ინგუ. აი ეს ფრაზა ჩამწუდა სულში. ამბობენ ხალები იქ აქვს. სადაც წინა ცხოვრების სიყვარულმა გვაკოცა. როგორც ჩანს ძალიან უყვარდი. ეს არის თემა, რომელზეც არასოდეს არ მილაპარაკია, რომელიც არის ძალიან ჩემი, რომელსაც მთელი ცხოვრება ვეძებდი და რომელსაც მე ამ ცხოვრებაში ვერ შევხვდი. მიყვარს ძალიან ჩემი ადამიანები, ვინც მყავს. ყველა ვინც მყარებია მიყვარს, რა თქმა უნდა, სიყვარულები იცვლება და სხვა ფერდება, მაგრამ გულში რჩება. მე ვინც ოდესმე მყარებია, სულ მიყვარს. მაგრამ ყველაზე მეტად რასაც ვეძებდი, ის ან არ არსებობს, ან მე ვერ შემხვდა. ესეა. ხო. ახლა ძალიან გულზე მოხვდა. ეს პირველად გავიგე. ეს ისა,
რა მოთქმა. რასროს მიყვარდა ჩემი ხალების სახეზე. ბავშვობაში ვფიქრობდი, რომ ყველა მომეშორებინა ლაზერით. ვერ ვიტანდი. მაგრამ მე მივეჩვია, მივიღე და შევიყვარე. აი ეს მიყვარდა მარტო. მერინი ბედნიერ დღეს გისურვებთ, მე ახალი არ ვარ. შენ ძელი გამომწერი ვარ, უბრალოდ ემიგრანტი ვარ და ბევრი დრო არ მაქვს, ბევრჯერ მიყურებია შენი ვიდეოსთვის, ისე რომ ლაიქი კი დამიწერია, მაგრამ კომენტარი ვერ, რას ვიშავთ. არა უშავს ციფასო. ეხლა უკვე ვიცი, რომ შენ ჩემი დიდი ხნის მაყურებელი ხარ. დავიმახსოვრებ შენ სახას და 1000-ში ერთხელ კომენტარსაც თუ დამიწერ ხოლმე, სულ მე მახსოვრებ, იმიტომ რომ დრო გადის, ბევრი ინფორმაცია მიდის, მოდის და რაღაცები მავიწყდება ხოლმე და არ გეწყინოს. მე ხო არ ვიცი, რასაც არ მეუბნებით, ის არ ვიცი, მაგრამ ეხლა უკვე ვიცი. რამდენი ხანი ძლებს ეს კარამელი? ესე იგი, ციცი, ყველანაირი, ყველაფერი ხომ გიხდება ნი, მაგრამ შავი მაინც სხვა შენია ძალიან გიხდება. შავი არის ჩემი. შავში მე ვარ ის, ვინც ვარ. დედოფალი. ანუ აი ჩემი, აი არ ვიცი როგორ თქვა რა არის შავი ფერი, აი შესამოსწალი. ჩემი ფერია, ძალიან მიყვარს. ანუ აი მიუხედავად იმისა, რომ ბუნებაში მაგალითად შავი არ მიყვარს და მაგალითად სიბნელის და ღამის მეშინია და ბუნებაში მიყვარს მწვანე ფოთლების ფერი, ზეცის ფერი, მზის ფერი, ბალახის ფერი, ზღვის ფერი, ჩემ ტანსაცმელში მიყვარს მხოლოდ შავი. არაფერი ამასეთი დახვეწილი, მასეთი სრულყოფილი, მასეთი ელეგანტური, მასეთი აი არ ვიცი. დედოფლური, დიდებული, საოცარი, ყველაფრის თქველი და ყველაფრის დამტევი, როგორც შავი. ანუ დაღრმა კიდე, არ ვიცი, გიჟდები შავ ფერზე. ციცი ნიკას რო უყურებ გაოცებული ვარ, რა კარგი გულიანი რეცხა იცის. ზოგი ხალი ვერ გარეცხავს ეგრე კარგად, როგორი დიდი ლამაზი ოჯახი ყავს. ღმერთმა გიმრავლოს და ბედნიერი გიმყოფოს, ყველა მიყვარხართ. მადლობა ძვირფასო. დიდი მადლობა. იკა მართლა იცის ეს რაღაცები, სადმე გულის დადება და ზოგჯერ ისე ძალიან იცის, რომ ნერვების მომშრელიც კი. ანუ თებშების რეცხვაში კი ძალიან კარგია და ზოგ საქმეებში ძალიან კარგია, მაგრამ აი სადმე რო გეჩქარება, რაღაცას რო აკეთებს, სანამ ბოლომდე აი ესე დეტალურად არ გააკეთებს, არ აჩქარდება არაფრის დიდებით და ძალიან მირწყავს ხოლმე ეგ ნერვებზე. თუმცა აი მართლა ეგეთი რაღაცები ისე კარგად იცის, რომ ყოველთვის თუ რამე მაგალითად ჭიქა რამე გატყდა და მე მოგავე მოწვინო, მაგრამ ეჭვი მეპარება და მიშინია რომ ბავშვი რომელიც ფეხშველი და ისე არ გადაუარს, სულ ეხვეწები ხოლმე რომ გთხოვ მეთქი ძალიან, აბა იმას ქენ თქო შეიხედე, ნახე და რაღაცა. იკა ყოველთვის იპოვის ხოლმე თუ რამე დამრჩა. და თუ პირდაპირ ეგ წმინდავს არამე, მე არც ვამოწმებ, იმიტომ რომ ვიცი რომ იდეალურად აკეთებს. ნინო, წამატევს გისურვებ ნინი, მადლობა საყვარელო. თამუნა, ძალიან კაი კომენტარია სხვათა შორის. გამარჯობა ნინი. ჩემი აზრი მინდა გამოთქვა, უნდა დამეხმარო ზე. მეუღლესთან და შვილებთან მიმართებაში. მეუღლე ან შვილები დიდები რა თქმა უნდა, თუ კი ერთად ცხოვრობენ და სახლის საქმეებს აკეთებენ, ეს დახმარება არაა. არამედ აუცილებლობაა. 100%-იანი. როცა მათ ძალიან რა თქმა უნდა. როცა სახლის საქმეებს ეხება საქმე, მან არ არსებობს კაცის და ქალის საქმე. მე არ ვგულისხმობ, როცა კაცი მუშაობს და ქალი უმუშევარია. ეგ კიდე სხვა საკითხია. როცა ჩვენ მეზობელს ნათესავსთან მეგობარს ვეხმარებით, ესაა დახმარება. ასე რომ თვლი, ქალები არ უნდა ვამბობდეთ, ქმარი მეხმარება დალაგებაშიო. ეს ვალდებულებაა. ქმრის სახლი არ არის განასადა ცხოვრობს, მათი შვილები არ არიან, ვისაც ყურადღება სჭირდებათ, რასაც საკუთარ სახლში აკეთებს ადამიანი, ეგ დახმარება არაა ჩემი აზრით. კარგ დღეს გისურვებ. 100%-იანი ხარ ჩემო ძვირფასო. 100-იანი კი არა, 1000-იანი ხარ. უბრალოდ სამწუხარო რეალობა საქართველოში ის არის, რომ მაშინაც კი თუ კაცი მთელი დღე ქუჩაში ზის და სრულიად უმუშევარია, ხოლო ქალი დილიდან საღამომდე სახლიდან გასულია, ითვლება, რომ ქალის საქმეა სახლის დალაგება და
უმეტესობა ის ქალები, ვინც დილიდან დაღამებამდე მუშაობენ და სახლში დაღლილები ბრუნდებიან, მერე სახლებსაც ეგენი ალაგებენ და იმ შვილების და ქმრების დახვავებულ ჭურჭელსაც ეგენი რეცხავენ, რომლებიც მთელი დღე სახლში იყვნენ და აბირჟავებდნენ და ტელევიზორს უყურებდნენ და ერთობოდნენ, მაგრამ ერთი თებში არ გარეცხეს და სამწუხაროდ ითვლება, რომ კაცი როცა სახლში რამეს აკეთებს, გეხმარება და აი მაგალითად იკასაც ძალიან დიდ რამედ მიაჩნია, რომ მეხმარება. ანუ ჯერ არ გვაქვს საუბარი იმაზე, რომ ეს მისი საქმეც არის, დიდ საქმე და აი მაგალითად დილას რო გარეცხა ჭურჭელი, თქვა რომ აი მე ეს გავაკეთე და დღეს რო საერთოდ აღარაფერი გავაკეთო, მეტი არაფერი მომეთხოვება. გუშინ ესე გამოაცხადა. ანუ რას ქვია, როცა მე ხედავ რომ ორ სამსახურში ერთად მუშაობ, როცა ხედავ რომ მე ანუ თავს ვერ ვწევ, ხო? აი ძალიან ბევრჯერ ყოფილა რომ აი მაგალითად მე ეხლა ვიდეოს ვამონტაჟებ, ან გოგოებს ვესაუბრები და ესა ამ დროს ევას რაღაცა უნდა იგას სახლში და ევა ჩემთან მოდის. ჩემთან მოდის და ანუ ძალიან მიჭირს ხოლმე მე გადარცვა და მე ისევ გადმორთვა, ალბათ ყველას უჭირს სამუშაოზე. და ამ დროს იკა ტელეფონში ერთობა. ერთი არ აწევს თავს, რომ თვითონ თავისით ბავშვთან მივიდეს და რამე გააკეთოს. მხოლოდ მას მერე რაც მე ვეტყვი, რომ მიდი მამასთან დედა ხო ხედავ, მე ვმუშაობ და ეს ჩემ გაღიზიანებას გამოიწვევს, იმიტომ რომ ამას თქმა არ უნდა სჭირდებოდეს, მხოლოდ მერე აკეთებს რაღაცას. ან ის მაგალითად რას ქვია ეხლა, რომ ეს გააკეთე და მორჩა, ეგრე ვზომოთ ყველამ სახლში? ანუ მაშინ რა გამოვა, ხო? მაშინ ვიქნებით უსაქმურები, რომლებიც მთელი ცხოვრება ვიღაცას ელოდება, რომ სხვამ გააკეთოს საქმე. თუ ყველამ ეგრე ვზომოთ, დღეში 100 ჯერ ისვება ჭურჭელი, რას ქვია? აბა მეც ვიტყვი, ეხლა ერთხელ გავრეცხე და მორჩაავწევ ფეხებს მთელი დღე. ანუ არ შეიძლება ეგეთი რაღაცები, მაგრამ რა ვქნათ? აი ესე არიან გაზრდილები, სამწუხაროდ, საიდან მოდის ეს ყველაფერი? რა თქმა უნდა, ოჯახიდან მოდის, ხო? მთელი შეგნება, მთელი კულტურა, მთელი ყველაფერი, რაც ჩვენ ვისწავლეთ, ოჯახიდან მოდის. ეგრეა. არ ვერ ვისწავლეთ, ეგეც ოჯახიდან მოდის, ხო? მე ხა მინდა რომ ჩემმა შვილებმა ეგ იცოდნენ. აი გუშინაც უთხრა, რომ თქვენ თებშებს თქვენ რეცხავთ და ეს არის წესი, რომელიც არ უნდა გადახვიდეთ. დღესაც ხვალაც და ზეგაც, ყოველ ჯერზე შევახსენებ. და დიახ, მინდა რომ ეგ იცოდნენ, რომ დახმარება არ არის და ეს კაცის საქმეც არის და ქალის. თუნდაც იგივე ბავშვი. ბავშვი არ არის მარტო ქალის. ხო? მაგრამ სამწუხაროდ რეალური ფაქტი ის არის, რომ ჩვენს ქვეყანაში ანუ ასე არ ითვლება. სამწუხაროდ. აი თუნდაც იგივე მაგალითად ევროპის ქვეყნებში, როცა ბავშვი იბადება და მამები იღებენ დეკრეტს, საქართველოში ეგეთი რამე არ ხდება და ეს არის ჩვენთან ნორმა. იმიტომ რომ მერე გეტყვიან, რომ ანუ ეს კაცის საქმე არ არის. ეს კაცის საქმე არ არის. და ყოველ ჯერზე როცა ჭურჭელს გარეცხავს, ამბობს, რომ ეს კაცის საქმე არ არის. ხო და რა ვიცი, ჭამა ხო არის კაცის საქმე და ჭურჭლის დასვრა და თებში რო გარეცხოს, რატო არ არის კაცის საქმე? ქალი როცა არ მუშაობს და კაცი მუშაობს, მე ვთვლი, რომ მაშინაც უნდა დაეხმაროს, იმიტომ რომ ნახე, ნუ ხო, თქვათ რომ ჩვენი საქმე ბჭყალებში ის არის, სახლი დავალაგოთ და რაღაც, მაგრამ ნახე, როცა ეს ჩვენი საქმე ხდება, ამას არავინ არ აფასებს. ამას არავინ არ ანაზღაურებს და იცვლება, რომ ჩვენ ვართ უმუშევარ და უსაქმური. აბა ერთი დღე დასვი. შენ ზადი იმუშავ და დასვი ერთი ის კაცი, რომელიც უსაქმურად გთვლის და თავი შემომტანი გონია, დასვი ერთი დღე ერთი იმ ბავშვებთან იმ სახლთან და საჭმელიც აკეთებინე, ბავშვებიც მოვლენინე, სახლიც დაალაგებინე. მით უმეტეს ხა მე არ ვარ ესეთი ქალი, ყველაფერი რომ დაწყრიალებული, რამდენი ხართ ეგეთი. აბა ეგ გააკეთებინეთ ერთი დღე თქვენ ქმრებს. ერთი მერე როგორ იჭიკჭიკებენ, დარწმუნებული ვარ, უმეტესობას ერთხელაც არ გაუკეთებია ეგ ყველაფერი მთელი თავისი ცოცხლის განმავლობაში. ასე რომ ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ჩვენს რეალობაში ესეა. ირმა მიყვარს ასეთი წვიმაც და მისიც გაპაწყობის ხმა, მეც ძალიან მიყვარს ძირფასო. ლელა, რა თბილად და ტკბილად გეუბნება, ევა მიყვარხარ დედა, რა სიცოცხლე აქვს, გიждები ევაზე ჭკვიანი და ულამაზესი, მეც ძალიან მიყვარს ჩემი ევიტუნი. ლელა, ჩემო საყვარელო, შენ როგორ არ უნდა გაგიგოს ადამიანმა, ისეთი კარგი ხარ, მეგობრული, გულწრფელად. თუ უყვარხარ ადამიანს და ნამდვილი მეგობარია, რაც არ უნდა წყენა იყოს, მაინც იქნება ურთიერთგაგება, ესე მგონია. რა არის ძირფასო, მე ამ მთელი პრობლემა რაშია, მე როცა ცუდად ვარ. მე არ შემიძლია ურთიერთობა. ანუ მე ნახე როგორი რაღაცაა. მე მყავს ოჯახი. მე მყავს შვილები.
მე არ მაქვს იმის ფუფუნება, რომ არ ვიფიქრო ხვალ ჩემი ოჯახი რას შეჭამს. ანუ მე ამაზე უნდა ვიფიქრო. და მე როცა ძალიან ცუდად ვარ, მაშინაც იძულებული ვარ, რომ ვიმუშაო. სხვა გზა მე არ მაქვს. იმიტომ რომ თუ არა ხვალ ჩემს შვილს საჭმელი არ ექნება. ანუ მე როცა ძალიან ცუდად ვარ, არ შემიძლია ხოლმე ურთიერთობა. და როცა ვმუშაობ, მერე დრო რაც მრჩება რესურსი, დრო კი არა, რესურსი ადამიანთან ურთიერთობის. ბავშვთამდე ვცდილობ, რომ ევას არ მოვაკლო. აი ეს პერიოდი მე ზამთარში უმძიმესი უშავესი პერიოდი მქონდა და ამ პერიოდში არ შემეძლო ურთიერთობა საერთოდ. და ევას ერთხელაც არ უგრძნია ეს. იმიტომ რომ ევა პატარა, იმიტომ რომ ევა ბავშვია, იმიტომ რომ ევა ვერ გაიგებს. თუმცა აი თორნიკე და ანდრეს უგრძნიათ, იმიტომ რომ ისინი დიდები არიან, მათ ესმით უკვე, ხო? ანუ რასაც შეიძლება ნახეთ, რასაც ვერ მოვაკლებ, იმას არ ვაკლებ. რასაც არ შეიძლება, რაც დამიზიანდება, რომ მოვაკლო, იმას არ ვაკლებ. ყურადღებას. და დანარჩენი, და დანარჩენს ვცდილობდი სულად თვით აღდგენა მქონოდა, რომ კარგად ყოფილიყავი. მე აღარ მქონდა რესურსი ურთიერთობის და ყოველ ჯერზე, ბოდიშის მოხდა ადამიანთან არ უნდა გიწევდეს და ახსნა იმისა, რაც ერთხელ აი ახლა ხო თქვი და ახსენ. აი ამის ხსნა და ამის განმარტება 1000-ში და თავის დამნაშავედ გრძნობა არ უნდა გიწევდეს. და ის ადამიანიც ცუდად არ უნდა გრძნობდეს თავს ამის გამო თუ შენი ესმის. მაგრამ თუ ადამიანი შენი არ ესმის და ამის გამო შენთან აღარ უნდა, მე ვთვლი ოჯობია რომ არც ვიყოთ ერთად, იმიტომ რომ რა ვიცი, მეგობრობა, ოჯახი, ყველაფერი ამაზე დგას, რომ შენ იმიტომ ხარ ჩემთან, რომ შენ ჩემთვის ხარ შეუცვლელი. გინდაც მეგობარი იყო, გინდაც ოჯახი იყო, ვინც გინდა იყო. თუ შენ ჩემთვის შეუცვლელი არ ხარ და მე ხვალ ზეგ შენ პეტრეთი, პავლეთი და ივანეთი ჩაგინაცვლებ და იმას მივიღებ, რაც მინდოდა ყველასგან, ხო? და შენ არაფერი ჩემთვის განსაკუთრებული არ იყავი. მაშინ რა მნიშვნელობა აქვს საერთოდ ეგეც? ჩემი ეს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თუ მე მაგალითად ადამიანი ჩამანაცვლებს და იმის გამო მე როგორი ვარ ვერ მიმიღებს და სხვასთან წავა, მადარს ყოფილა არასდროს მეგობრობა. მე ესე ვფიქრობ, სამწუხაროდ. ხოლო თუ იმას ვამბობ, ნახე, ახსნა განმარტებები ყველა ურთიერთობაში საჭიროა, მაგრამ ერთი და იგივე თემის ახსნა განმარტება ყოველ ჯერზე რომ შენ როგორი ხარ და რატო ხარ ასეთი და ამაზე ბოდიშის ხდა მაშინ როცა შენ თვითონ ძალიან ცუდად ხარ და ელემენტარული შენ თავს უმკლავდები ყოველ ჯერზე არ გინდა რა ამის ახსნა განმარტება თქმა რომ აი ხლა ესე ვარ და ვაიმე ბოდიში და რაღაც ხო გინდა რომ თანასწორად იყოთ გინდა რომ ადამიანს შენი ესმოდეს აი მე მაგალითად მარიამთან ჩხაპელი ეს და ეგეთი ურთიერთობა მაქვს რომ რამდენი ხანი ჩვენ არ შევხვედრივართ რამდენი ხანია უკვე რამდენი ხანია შეიძლება მომწეროს და ორი თვის მერე ვნახო მოწერილი ხო შეიძლება ეგეთი მოხდეს და მეც მაშინ მწერ როცა რესურსი მაქვს და შეიძლება შუა საუბარი გავწყვიტო და აღარ მივწერო როცა რესურსი აღარ მაქვს ამ ადამიანმა ჩემი სული იცის და ესენი ესმის ხდები ამას ჩვენი ურთიერთობა არ დაუსიანებია და თუ ჩვენ ურთიერთობას დააზიანებს ის რომ მე რაღაცა აი ესეთი ვარ როგორც ვარ მაშინ ეს ნიშნავს რომ ჩვენ არ ვართ საერთმანეთო რაც უნდა სამწუხარო იყოს ხო და ეს ისეთი რაღაცა რაც რამაც არ მატკინა მეგული იმიტომ რომ მე არ მეკონა რომ ესე იქნებოდა მე დარწმუნებული ვიყავი რომ ეს სამუდამო იყო და რავი ძალიან დიდი სიყვარული მქონდა და მაქვს და სულ მექნება თუმცა ასეც ხდება არა უშავს მე მჯერა რომ რაც ხდება იმიტომ ხდება რომ ისე უნდა მოხდეს და რაც არ ხდება ეგეც იმიტომ ხდება რომ არ იყო საჭირო რომ მომხდარიყო ნინო როგორ გაკვირვებით რომ გაკვირდებით თბილისში საჩამოდის მიწასთან ისეთი ამინდია ხალხი პალტოს იზადის აქეთ ზღვისპირეთში ისე დათბა დღეს პაპანაკება სიცხე თამზეა მეც თბილისში ვცხოვრობ მაგრამ ეხა ქობულეთში ვარ სხვათა შორის აი ეხა აქაც დაცხა ისევ ესე იგი ტელეფონის кейსად იყიდე ძალიან ლამაზია ტელეფონის кейსი ვიყიდე თემუზე გამოვიწერე აი მე ყველაფერს აწონვა ნერვებზე არ მოქმედებს და იმ გამოპასუხა თუ რამე აწონვა ნერვებზე მოქმედებს ნერვებს უნდა მივხედოთ საყვარელო აწონვას კი არ დავანებო თავია მე როგორ მიყვარხარ ციფასო მიყვარხარ ძალიან
კოცით გოგოებო, გეხვევით, გეალერსებით, მიყვარხართ, კარგ დღეს გისურვებთ და აბა ჩვენ ვიცით ახლა ორი ვიდეო მაქვს უზარმაზარი გასაკეთებელი.